ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ყატარის ავიახაზებმათა საქართველოში პირველი რეისი შეასრულა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. დღეიდან ავიაკომპანია ყოველდღიურ ფრენებს შეასრულებს თბილისი ყატარის მიმართულებით, ფრენის ხანგრძლივობა კი 5 საათია. დღეს მოხარულები ვართ გავხსნათ ახალი მიმართულება, რომელიც შექმნის ახალ საჰაერო კორიდორს და მისცემს მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალებას ავიაგადამზიდებს შორის. ჩვენ გსურთ ჩამოვიყვანოთ თბილისსა და მის შემოგარენში ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან და ამასთანავე უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების გადაფრენა მსოფლიოს ყველა კუთხეში. Qatar Airways flight საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიის პირველი რეისის საზეიმო ცერემონიას ვესწრებით. მომჯერა რომ ახალი მიმართულებები, რომლებსაც ყატარის ავიახაზების თავაზე მგზავრებს მნიშვნელოვნად გაძლიერებს საქართველოში 2012 წელს ჩამოსული ტურისტების რაოდენობას. ყატარის ავიახაზების გამოჩენით თბილისში გაჩნდა მეტი საშუალება პირდაპირ კავშირი ჰქონდეს სპარსეთის ყურის არაბეთის ქვეყნებთან, სადაც არის ძალიან დიდი ბიზნეს პოტენციალი. თითოეული ტურისტი თუ თითოეული ვიზიტორი არის დამატებით შემოსავალი ქალაქისთვის და პირველ რიგში ქალაქელებისთვის და პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო უნდა, იმიტომ რომ სამუშაო ადგილი იქნება სწორედ ინვესტიციებით, რომელიც თითოეულ აი ესეთ თვითფრენას შეიძლება შემოყვეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში.